ბაშაძე ჯაფარიძე ახალი არჩევანის ლიდერები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ახალი პოლიტიკური ბლოკის წარმომადგენლებს პრეტენზიები უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებასა და აუდიტის სამსახურის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით აქვთ. არის საკითხები, რომლებზეც გადაჭრები არის პრობლემური საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, მაგრამ ჩვენ გრძელვადიანათაც ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ანგარიში აისახოს და მოხდეს. რამდენიმე თემა, ეს არის ისევ და ისევ სარეკლამო დროის თემა, ეს არის ისევ და ისევ აუდიტის გადაწყვეტილებები წინასწარ გადახდებთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში გვაყენებს და ეს არის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რეგიონებში თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან, სადაც იქნება, ვთქვათ, ზეწოლის ნეხის სხვადასხვა ფაქტები, საარჩევნო დარღვევის ფაქტები, როგორ გავცვალოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენ ვისაუბრეთ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე და წინასაარჩევნო გარემოზე ზოგადად და შევთავაზეთ იმაზე, რომ თუ კი ჩვენ დავაფიქსირებთ რაღაცა დარღვევებს, რაღაცა უსამართლო ფაქტებს, აუცილებლად შედგება თანამშრომლობა ჩვენსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას. ისინი მიიჩნევენ, რომ სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა არის, ასე ვთქვათ, ხელმიუწვდომელი ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც ახლად შემოსულები არიან ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაში, ანუ საკმაოდ ძვირი არის როგორც სატელევიზიო რეკლამა, ისე გარე რეკლამა ამ პარტიებისთვის და შესაბამისად მათ უჭირთ თანაბარი კონკურენციის გაწევა სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან, რომლებსაც გააჩნიათ მაგალითად უფასო სარეკლამო დრო ტელეარხებზე.